წყალი უპირობოდ ძალიან მნიშვნელოვანია, გირჩევ ყველა სითხისმაგრე და დალია წყალი. წყალს დავაყენებდი მესამე ადგილზე. ცილები, რა თქმა უნდა, ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა, ყველა შიდა პროცესში მონაწილეობს, ამიტომ მიიღეთ ცილები, ცილები დავაყენოთ მეოთხე ადგილზე. მავნებლობების არჭამას რაც შეეხება, ჩემი აზრით ეს არის პირველ ადგილზე, ანუ განსაკუთრებით მარტივი ნახშირწყლები და ტრანსხილების შევცველი პროდუქტები, ეს სომეული, ტკბილეული და საკონდიტერო ნაწარმი ამოიღეთ რაციონიდან. ბოსტნეული, რა თქმა უნდა, საკვები ბოჭკოები ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ათვისებას უწყობს ამ პროდუქტების ხელს და ორგანიზმის გაწმენდას, ამიტომ მეხუთე ადგილზე დავაყენებდი. აქტიური ცხოვრების წესი ძალიან სასურველია, მეექვსე ადგილზე დავაყენებდი. საკვები დანამატები უპირობოდ მეორე ადგილზე. მე თუ ვკითხავ, შეიძლება პირველი და მეორედ გავაერთიანოთ კიდეც, იმიტომ რომ ერთია მავნე საკვების არ მიღება და მავნე ელემენტების არ მიღება, მეორეა რომ გჭირდება საჭირო და სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტები შევავსოთ ორგანიზმში, რაც დღევანდელი პროდუქტების პირობებში ჩვეულებრივი საკვებით შეუძლებელია. გაითვალისწინე ეს 6 ნაბიჯი და ყველაფერი აი ესე იქნება.